არჩევნებთან დაკავშირებით. მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ორი ახალი ინიციატივით გამოდის. სახალხო დემოკრატების ლიდერი საშუალო და მცირე ბიზნესის ურთიერთგამიჯვნასა და სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმის დადგენას ითხოვს. უნდა მოხდეს წვრილი ბიზნესის ცალკე გამოყოფა და ბიზნესის ამ კატეგორიის ყველა გადასახადისგან გათავისუფლება. ივანიშვილის მეორე ინიციატივა კი პენსიონერებს ეხება. მერობის კანდიდატის თქმით, ადამიანები, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგ შრომით საქმიანობას ისევ აგრძელებენ, საშემოსავლო გადასახადისგან სრულად უნდა გათავისუფლდნენ და ხელფასიც ყოველგვარი დაბეგრის გარეშე უნდა მიიღონ. გამოდივართ ინიციატივით, რომ მცირე მეწარმეები განთავისუფლდნენ ყველანაირი გადასახადებიდან, იმიტომ რომ ეს ფისკალურად არავითარ პრობლემას არ უხსნის ბიუჯეტს ქვეყნისას, მაგრამ სოციალურად ამ გაჭირებულ ადამიანებს შეეხიდება ყველანაირად. მზადდება კანონპროექტი მცირე მეწარმეების შესახებ, რომელსაც პარლამენტში ჩვენ წარვადგენთ როგორც პოლიტიკური სუბიექტი. ადამიანები, რომლებიც 65 წლის ასაკში პენსიაზე გადიან, მაგრამ ამავდროულად აგრძელებენ მუშაობას, შემოდივართ ინიციატივით, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ 20%-იან საშემოსავლო გადასახადიდან.